არა მეგობრებო, ვნახოთ ჭუჭუიზმის პიკი და ნუ ყველაზე ტრაგიკომიკური რაც არის რა ზოგადად ცნობილი ესე იგი სააკაშვილის ცნობილი ყერების მლოკველი რომ ვინმეს ეძახის პროპაგანდის და საერთოდ ხო ეს რუსული პროპაგანდა ხო ეს საერთოდ ყველაფრის ამხსნელი ტერმინია ესე იგი ზუსტად ასე პასუხობდა მიშა სააკაშვილი როდესაც მას პარლამენტში მაშინდელი ოპოზიციონერი პარლამენტარები ეუბნებოდნენ რომ საშინელებები ხდება ციხეებში საპატიმრო ადგილებში და ზოგადად ქვეყანაში საშინელებები ხდება ის პასუხობდა რომ ესენი რუსული პროპაგანდისტები არიან ნუ ამ თემაზეც შემდეგ ვიდეოებში ვილაპარაკებ ეხლა უბრალოდ ვახოსანაიას ისეთი არ ვიცი რა ქვია ამას რა უტიფრობა არ ქვია ეხლა ნუ ხო უტიფრობაც არის პლუს ეხლა რა თქმა უნდა იცის რა ნაგბობას ლაპარაკობს მაგრამ მაინც ლაპარაკობს თუმცა ეს მაინც არის იდიოტიზმი მაგრამ მე რატო ვწერ ამაზე ვიდეოებს წინა ვიდეოს დაახლოებით ამ თემაზე და ეს ვიდეოც ახლა ვიღაცამ შეიძლება იკითხოს რატო ვწერ ახალგაზრდა თაობის გამოტვინება უნდათ აი მართლა აი ამ ნაგბური აი ამ რაღაცა ბილწი პროპაგანდით რასაც ეწევიან თითქოს ვაშკაცი მიშა სააკაშვილი ჩავიდა გორში ეს ხო ეხლა დაიწყეს აქამდე ესე ძალიან არ იყო ეს რომ ანუ ნაცების აი ამ სადისტი მანიაკი ლიდერის აი ესეთი ეთქვა ფული გადაუხადა ამაში უკვე მიშამ თვითონ დაიწყო ამის პროპაგანდა და ამათაც ამ დამპლებსაც უხდის ეთქვა ფულს რომ ამათმა აი ამ კუთხით აპრავონ მიშა რომ მიშა იყო ვაშკაცი არ შეუშინდა რუსებს იქ გორში თურმე სერიოზული საჭიროება ყოფილა თვითფრინავის და ამიტომ დაცვა მიშა ძალით გაიყვანა ასე შემდეგ მოდი მოусმინოთ ახლა ვახოსანაიას ამ დამპალს და ვის ელაპარაკება ბიჭო ამ ყველაფერს ეს ვახოსანაია ბოლოსკენ ჩანს ამ ვიდეოში ნუ აი ეს უკვე მართლა რა ვიცი საზიზღრობის გულისამრეობის პიკია. მოდი მოусმინოთ ვერ გავაგრძელოთ. როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა და როგორ იმუშავა მან წლების განმავლობაში. მთავარი რამ ხომ უნდა გადაიფაროს, ან ყველაზე მთავარი რა იყო აგვისტოს დღეებში, როდესაც სახელმწიფო ვერ დაამხო რუსეთმა. ეს იყო ყველაზე მთავარი. როდესაც ამ სახელმწიფოს ლიდერი, პრეზიდენტი არ წავიდა ქვეყნიდან. ეს არის ალბათ ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი საქართველოს უახლეს ისტორიაში, როდესაც და არა მხოლოდ უახლეს, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს სხვა მაგალითებიც ასე მსოფლიო ისტორიიდან, როდესაც ლიდერი მიდის იქ სახელმწიფო ემხობა და ყველაზე მთავარი რაც მოხდა ის არ წავიდა. ისევე როგორც ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ ზელენსკის შემთხვევაში, ხომ? ეს არის გადამწყვეტი ნაბიჯი, როდესაც სახელმწიფო უნდა გადარჩეს, როდესაც იმ ქვეყნის პრეზიდენტი, ლიდერი არ მიდის ქვეყნიდან, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაში ბომბები წვივა და აი ამ თემის ჩანაცვლება მოინდომა რუსულმა პროპაგანდამ, აი გორში, როდესაც თვითფრინავი მოფრინავდა და რეალური საფრთხე იყო, ხო? და მაგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დაცვის სამსახურს, ეს არის მე მგონი ერთადერთი შემთხვევა, როდესაც დაცვის სამსახურს არ აინტერესებს პრეზიდენტის აზრი. მას აინტერესებს რომ დეტალურად ახსნა სწორედ გენერალმა ჯანაშიამ დღეს გადაცემაში, თუმცა კარგი იყო რომ და მე მინდა რომ პოლიტიკური საკითხი თავარი არ გამოგჩეს ამ ამბავში. თავარი იყო ის რომ არ წავიდა პრეზიდენტი და ის იყო ბოლომდე სხვა შეც კონფლიქტის ზონაში ჩავიდა იქ საომარ მოქმედებებში. ასე რომ თავარი საკითხი არასდროს არ უნდა ჩავანაცვლებინოთ თან პროპაგანდისტულად, თან манипуляციურად სხვა თემით. აი ყურე რუსული პროპაგანდა ყოფილა ის რომ მიშა გორში ჩაიჯვა მიშამ და გაიქცა და იქ რეალური საშიშროება თვითფრინავი სად დაინახე თვითფრინავი შეყლეო 700 ჯერ აკხალს ეგ კადრი ნანახი გვანახი აბა სად არის კადრში თვითფრინავი რაღაცა ხმა ისმის ვითომ სადღაც ისმის შორს სადღაც თვითფრინავის ხმა და ის არის საერთოდ თვითფრინავი თუ არა ჯერ ის არავინ არ იცის მე თვითფრინავიც რო იყოს იქ ახლოს არ არის თვითფრინავი სადღაც ტრაქში დაფრინავს და ხმა აღწევს ცოტათი აუ რეალური საშიშროება ყოფილა თვითფრინავის რო სად არის თვითფრინავი დაგვანახეთ ერთი სად ნახეთ იქ თვითფრინავი ეს ერთი მე მეორე შენ მატყუ არა ნაბიჭვარო რატო არ უყვები ბავშვებს იმას რომ იქ იყო იმ დროს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერ რომელიც ადგილიდან არის დაძრულა საერთოდ
არც დაძრულა ადგილიდან, არც იმის დაცვას უქნია არაფერი, იმიტომ რომ არანაირი საჭიროება იქ არ ხდებოდა. რაღაცა მე მგონი ბარგალკაჩართო ვიღაცამ თვითმფრინავის ხმა არც იყო. აუ გვიყვება ეხლა ხო ჩავიდა პრეზიდენტი კონფლიქტი დაბომბვის არა ისა ბერნარ კუშნერი იყო ოფიციალური ვიზიტით და შეთანხმებული იყო რუსეთთან და პუტინთან რომ იმ დღეს გორის დაბომბვა არ მოხდებოდა შემატყუარა და აი ამ ყველაფერს რო არ ყვებია ესე როგორც აწვდი ახალ თაობას ეგ არის პროპაგანდა ზუსტად აი პროპაგანდა სიტყვა ქვია მაგას რაც არ იყო ის რო ცდილობ ის დააჯერო ადამიანებს რაც შეეხება იმას რომ დაცვა ამ დროს არაინტერესებს იმის მოსაზრება პრეზიდენტის თუ ვისაც იცავს იმისი და თავისით მიათრევს იმ დიახ ხო დაუშვათ არაინტერესებს ეს რას ნიშნავს იცი რომ რატო შვება ხოლმე დაცვა იცი მაგას რეგვენო შენა რომ ძალით შემალა პროპაგანდონო ვირიშვილო რომ ძალით მიათრევს იმიტომ რომ არ ემორჩილებ ცდილობენ რომ არ დაემორჩილონ დაცვას არ მიყვებიან დაცვას და დაცვას უწერია წესდებაში რომ ძალით გაათეონ როცა არ მიყვებიან და მაგ კადრებს მაქვს ეგერ წინა ვიდეოში არ მიყვებიან კი არა მოხია და გაიქცა თვითონ და დაცვა უკან მისდება შენ გამოყლებებულო შენ ვის ატყუებთ ბიჭო ვის არ ეგვენებთ რა რუსული პროპაგანდა შიგ ხომ არა გაქვთ მართლა ბერნარ კუშნერი გაოცებული უყურებდა სადგარბის ესკაციო და დაცვაც ანუ დაცვის ინიციატივა უნდა იყოს ეგ რომ ეს არ უნდა ემორჩილებოდეს მაშინ სრულდება ეგ პროტოკოლი როდესაც დაცვას არ ემორჩილება დაცვის ობიექტი და დაცვევნება რომ წავედით ან დაწექი ან ეს არ წვება ან არ მიყვება მაშინ ასრულებს მაგ პროტოკოლს დაცვა აი მოტრიალ და მოხია გაიქცა ბიჭო დაცვა ჯერ გაოგნებული იყო სადგარბისო მე გაეკიდა ძლივს დაეწია ვის ატყუებთ თქვენ გენერალმა ის მართლა ის ხვლიკი რო შემოძრა მე ბიჭო აი რა ამაზრზენობაა მაგ ყველაფრის მერე გიორგი თარგამაძე მაგ ყველაფრის მერე შეუქმნა ოპოზიცია მიშას და იყო ერთამბავში და თუ მასე იყო ეგ ყველაფერი და ვაშკაცი პრეზიდენტი გორის დაბომბვის დროს იქ ჩავიდა რატო შეუქმენი ოპოზიცია რას ერჩოდი აი ეს გულის ამრეობა ბიჭო და ხო ვიღაც გენერალმა ჯანმაშიამ განმარტა რა განმარტა არის ეგერ კადრები ყველაფერი და გაოგნებული უყურებდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერიც და გაოგნებული უყურებდა დაცვას თურმე დაცვას ესე იგი პრეზიდენტის წინააღმდეგობის მიუხედავად დაცვა ვალდებულია კი ვალდებულია მაგრამ სად ნახეთ პრეზიდენტის წინააღმდეგობა კი არა პირველი ეგარბოდა დაცვა უკან მისდევდა გამოყლებებულო შენ მაგრამ რა უნდა ველაპარაკო ბიჭო აი ამ უნამუსო აი ამ ვირიშვილს ამას მიშას დროს ბავშვებო თქვენ გეტყვით აი ეს არაკაცი ვახოსანაია და საერთოდ მიშა სააკაშვილი მოვიდა თუ არა ხელისუფლებაში ყველა ტელევიზიას აუკრძალა რამდენიმე ტელევიზია ხო დახურა ერთი 5 ტელევიზია დახურა რამდენიმე ასეული გაზეთი დახურა და დანარჩენ ყველა ტელევიზიას ვინც დატოვა და არ დახურა და თქვა საზოგადოებრივ მაუწყებელს ვერ დახურავდა იმიტომ რომ საზოგადოებრივი მაუწყებელია აუკრძალა პოლიტიკური თოქ-შოუების კეთება და ვახოსანაია პირველ არხზე მაშინ საზოგადოებრივ მაუწყებელზე თოქ-შოუს რო აკეთებდა და რო არ ხელფასი რო აეღო ხო ვახოსანაია თოქ-შოუს მთავარი თემები რა იყო ხოლმე იცი შეძლებენ თუ ვერა ქალები ორგაზმის გარეშე ცხოვრებას ქვეყანა იქცეოდა ხალხით რაღაცა საშინელებები ხდებოდა აწამებდნენ ხალხს უბედურებები ხდებოდა კლავდნენ ხოცავდნენ ქუჩებში ხალხს და აი ეს დამპალი ეხლა რო ვითომ დიდი ჟურნალისტია თოქ-შოუებს აკეთებდა თემაზე რა ქვია ქალები გაძლევენ თუ არა ორგაზმის გარეშე როგორია ცხოვრება ორგაზმის გარეშე გაზეთ ალიაში იმ პერიოდში ამაზე სტატიაც მაქვს დაწერილი ზუსტად ესე ერქვა ვახოსანაია განიხილავს გაძლებენ თუ არა ქალები შეძლებენ თუ არა ცხოვრებას როგორია ცხოვრება ქალების ცხოვრება ორგაზმის გარეშე აი ეს იყო ხოლმე ამის თოქ-შოუების თავარი თემა იმიტომ რომ ის ბელადი უკრძალავდა პოლიტიკური თემების განხილვას და ეს ჩმორი იყო და მიშა თავხელიძის პირით ვანო მერაბიშვილი უდგენდა ვიორსკას რა უნდა ელაპარაკა ეთერში და რა არა შემიშვით ერთი რა იმ დღევანდელ ხელისუფლებას მიმართავ შემიშვით რა საზოგადოებრივ მაუწყებლის არქივებში ზეპირად მახსოვს ყველაფერი მე მუშაობდი გაზეთ ალიაში მაშინ ჩემი
პოლიტიკური სატირის გვერდი მქონდა და იქ მქონდა ამის შესახებ ზუსტად ერთ-ერთი იყო ნანუკა რო ეკითხება პრეზიდენტ სახში ჩუსტები გაქვთ თუ არაო ანუ ჩვეულებრივი ადამიანი ხო ჩვეულებრივი ადამიანივით თქვენს გაქვთ ჩუსტები ბატონო მიხეილ და ეს ახლა მონას გვეძახის ჩვენ და ჩვენ გვეძახის კერთქვაყვანიცელოს ეს ნანუკა ვირიშვილი და ეს მეორე ვირიშვილი კიდე აქ მეწელება ვითომ ძალიან მაგარი ჟურნალისტია და ორგაზმზე აკეთებდა თოქ-შოუებს იმიტომ რომ აჩმორებდნენ და ერთი პროტესტი არ გამოუთქვია პოლიტიკურ თემებზე თოქ-შოუ გამაკეთებინეთო. აი ამ ადამიანებთან გვაქვს ბიჭო საქმე, ამ ადამიანებთან შემიშვით იმ არქივებში და ამოუყრე მე მაგას და განახებთ რა არის პროპაგანდა რეალურად. გონიერ საქართველოს გისურვებთ ბავშვებო და იმედია ესე დამპლებს არ უჯერებთ და არ უსმენთ